ამ თავსატეხის ამოხსნავად შეძლეს ისეთმა გენიალურმა მოჭადრაკეებმა, როგორებიც იყვნენ გარი კასპაროვი და ანატოლი კარპოვი. ხოლო ცნობილია, რომ ერთადერთი მოჭადრაკე, ვინც ამ ეტიუდის გაშიფრვა შეძლო, ეს გახლდათ მიხაილ დარი. მოცემულ სიტუაციაში თეთრები იწყებენ და იგებენ თამაშს. როგორც ხედავთ, არ შეიძლება პირდაპირ ლაზიერის გაცოცხლება, რასაც მოყვება მხედარი F7 ქიში და ჩანგალი. ეს გასაოცარი ეტიუდი კი ასე იხსნება. მხედარი F6 ქიში შაობის მეფეს არ შეუძლია ითამაშოს G6-ზე, ამას მოყვება Q5 ქიში და მეფით მხედრის აყვანის შემთხვევაში უბრალოდ ცოცხლდება ლაზიერი. მხედრით ქიშის შემდგომ აგრეთვე შავებს არ აწყობთ ქვემოთ ჩაწევა მეფის, ამას მოყვება ლაზიერის გაცოცხლება ქიშით. სწორედ ამიტომ მხედარი F6-ზე ერთადერთი სწორი გაგრძელება ეს არის მეფე G7, ამას მოყვა მხედარი H5 ქიში. შაობის მეფეს რამოდენიმე გაგრძელება აქვს. პირობითად არ შეიძლება მეფის H7-ზე გაწევა, ამას მოყვებოდა Q2 ქიში და როგორც ხედავთ, შავი იძულებული ხდება ჩავიდეს ქვემოთ. ამ შემთხვევაში კი ლაზიერი ისევ ქიშით ცოცხლდება. აგრეთვე აქ არ შეიძლება მეფე F7-ის თამაში, რადგან მხედარს უკეტავს ჩანგლის გამოსაცხადებელი უჯრას და ამ შემთხვევაში უბრალოდ ლაზიერს ვაცოცხლებთ. შავმა უნდა ითამაშონ მეფე G6, Q2 ქიში, თეთრები წირავენ მხედარს H5-ზე, ხოლო ამის შემდგომ კი თეთრები იღებენ ძალიან ორიგინალურ გადაწყვეტილებას და პირდაპირ აცოცხლებენ ლაზიერს. ამას ბუნებრივია შავების მხრიდან მოყვა გაგრძელება მხედარი F7 ჩანგალი, თეთრი თამაშობს მეფეს E6-ზე, მხედარი კლავს ლაზიერს და თეთრების მეფე მოდის F5-ზე. ალბათ ხვდებით, რომ თეთრების მთელი ამ სვლების ჩანაფიქრი იყო, რომ შავების მეფე აღმოჩენილიყო ეგრეთ წოდებულ საშამათო ბადეში. აქ როგორც ხედავთ, იმუქრება ყუთი ქიში და შამათი, სწორედ ამიტომ შავმა დაძრეს პაიკი, რასაც მოყვა Q4, თეთრებს კვლავაც სურთ Q3 ქიში და მეფის დაშამათება. აქ არ შეიძლება პირობითად ლაზიერის გაცოცხლება, რადგან თეთრები შამათს აკეთებენ. ამის გამო შავი აცოცხლებს მხედარს, რათა არ იყოს დავშებული Q3 ქიში. აქ თეთრები თამაშობენ ძალიან ძლიერ გაგრძელებას, ეს არის შუალედური სვლა Qd5. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ Qd5 სვლით თეთრები ორივე მხედარს აკავებენ მოცემულ სიტუაციაში. პირობითად E1 მხედარი აქ უნდა იდგეს, იმიტომ რომ როგორც კი მხედარი გაინძრევა Q3 ისევ ქიში იქნება, იგივე ეხება დერვაზე მდგომ მხედარს, არ შეიძლება მისი გამოძრავება, რადგან მხედარი იცავს მნიშვნელოვან უჯრას. გარდა მაგისა, თეთრები იმუქრებიან Q4 სვლით და Q2-დან უნდათ შამათის გაკეთება. ამიტომ შავმა კიდევ ერთი პაიკი დაძრეს, ამას მოყვა Q4 და შავი იძულებულია გააცოცხლოს ისევ მხედარი, რათა არ იქნას დაშვებული Q2 ქიში. აქ თეთრებით უნდა ვითამაშოთ Qb5 სვლა, კიდევ ერთი საშამათო მუქარა E-დან. შავმა ითამაშეს მხედარი C7, როგორც ხედავთ, მხედარი აკონტროლებს E8 უჯრას. საბოლოოდ კი თეთრმა ითამაშეს Qa4 სვლა. ეს არის ეგრეთ წოდებული მომაკვდინებელი სვლა, რადგან თეთრები იმუქრებიან Qd1-დან ქიშის გამოცხადებას და შამათის ჩასმას. როგორც ხედავთ, შავი უძლურია ამ საშამათო მუქარის წინაშე და მათ არ შეუძლიათ თავის გადარჩენა. პირობითად თუ შავი ითამაშებს მხედარს E2-ზე, ამას მოყვება Qd1 დაბმა და შემდგომ სვლაზე მხედრის აყვანი. ამ ამოცანის გენიალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ამდენი ფიგურა ვერ ეწინააღმდეგება ერთადერთ ფიგურას კუს. როგორც ხედავთ, დაფაზე შავებს აქვს 5 მსუბუქი ფიგურა და შავებს უბრალოდ გამოსავალი არ გააჩნია. ძლევა ის აპირები. თუ შენც მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქე და მომეცი მოტივაცია, რომ გავაგრძელო მსგავსი თემატიკა.